ელისაბედ ლიზიკუჭავა ამ კლინიკის ნუტრიციოლოგი, ექიმი და ჩემს გვერდზე არის ქალბატონი მარიამ ბებიავა, ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელი. და დღეს მე და მარიკამ გვინდა ერთი ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია გითხრათ. ჩვენ კლინიკაში შეიქმნა პირველი სახელმძღვანელო. ეს არის ჩემი და ბატონი ზაქარია როჭიკაშვილის ავტორობით დაწერილი გზამკვლევი, რომელიც ეძღვნება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს. ეს სახელმძღვანელო გათვლილი არის არა მარტო პაციენტებისთვის და ექიმებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვის. აქ ყველა შეუძლია თავისი წილი ინფორმაცია მიიღოს, მათ შორის არის დიეტები, ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ, უახლესი კვლევები, მითითებული არის წყაროები, საიდანაც ისინი იქნა აღებული. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კლინიკა ამას არ დაჯერდება. ძალიან მალე კიდევ ბევრ და ძალიან კარგ სასიამოვნო სიახლეს გეტყვით. ჩვენი კლინიკა მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, წინსვლაზე. როგორც არაერთხელ აღნიშნეთ, ვართ გასტროენტეროლოგიური კლინიკა, თუმცა ჩვენი მთელი შემადგენლობა წარმოდგენილი არის მულტიპროფილური გუნდით, გვაქვს ულტრათანამედროვე ლაბორატორია, ვატარებთ კლინიკურ გამოკვლევებსაც. მოკლედ გვიგილოთ თქვენ სამსახურში. ჩვენ ყოველთვის უნდა თქვენ ჯანმრთელობაზე და კიდევ ერთხელ ამ წიგნის გამოცემაში გვინდა კიდევ ერთხელ და ერთხელ მადლობა მოუხადოთ კომპანიას, რომელიც დაგვეხმარა, ეს არის GM Pharma, კომპანია, რომელმაც გვერდში დაგვიდგა, ეს არის 25 წლის მანძილზე უცვლელი ხარისხის და მეცნიერულ მიდგომებზე დაფუძნებული ცოდნის მქონე კომპანია, რომელიც ქმნის და მოღვაწეობს ქართულ ფარმაცევტულ და სამედიცინო ბაზარზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია. მისი თანადგომის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს წიგნი ვერ იხილავდა ფართო მაყურებელს, ასევე საინფორმაციო მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა უთხრათ ტელეკომპანია PKTV-ს და მადლობა თითოეულ თქვენგანს. მე ვიტყოდი, რომ არ ყოფილიყო თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა, თქვენგანის თხოვნა ბატონი ზაქარიასადმი, რომ ესეთი სახელმძღვანელო მით უმეტეს ქართულ ენაზე გამოსულიყო. ალბათ ბატონი ზაქარია ჩვენ ერთ დღეს არ გადაწყვეტდა იმას, რომ გაგვეკეთებინა ეს პატარა მორიდებული, მოკრძალებული გზამკვლევი. ჩვენ ამით პირველი ნაბიჯი გადავდგით და გავარღვიეთ რაღაც და ქართულ სტუდენტებს, რეზიდენტებს შევქმნით ასევე, არა მარტო ექიმებს, სახელმძღვანელო, რაღაცა საშუალება, მეთოდი იმისა, რომ წაიკითხონ, გაეცნონ საკმაოდ რთულ და პრობლემურ და ფართო მოცვის მქონე დაავადებას, რომელსაც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ქვია, ეს რაღაც ერთგვარ დაავადების ჩარჩოში არც ჯდება, ის ძალიან ბევრ სპეციალობას ეხება, ხშირად პაციენტი სხვადასხვა სპეციალისტთან მიდის ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. სწორედ ამიტომაც აი ზუსტად ამ პრობლემაზე შეაჩერა ბატონმა ზაქარიამ ყურადღება და დიდი მადლობა მინდა უთხრა თითოეულ მის პაციენტს და ჯანმრთელობა უსურვო, რომ არა მათი მხარდაჭერა, მათი ინსპირაცია, ჩვენ ალბათ ამ გადაწყვეტილებას არც მივიღებდით. მადლობა თქვენ, მინდა მოგილოცოთ. მოგილოცოთ თქვენც მარიკა, იმიტომ რომ ეს ჩვენი საერთო ბატონ ზაქარიას გილოცოთ. პირველი წიგნის ჩამოშობას მისცა ალბათ წლის ბოლოსთვის უკვე შეიძლება მივიღოთ ჩვენ კიდევ მეორე ესეთი გზამკვლევი გასტროენტეროლოგიურ რაფიკს. არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხზე, რომელზეც ასევე ინფორმაცია საკმაოდ დიდი გვაქვს. ერთი რამ მინდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ, რომ კუცნათლავის ტრაქტის მომართ დაავადებების ან პაციენტების კუცნათლავის გასტროენტეროლოგიური მომართ დაახლოებით 80-85, შეიძლება 90%-იც კი არის ფუნქციური მოშლობები და ერთ-ერთი ფუნქციური მოშლობის ერთ-ერთი სახე არის ზუსტად ეს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ასევე ფუნქციური მოშლობის შედეგი არის გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება და მაყურებლებს ისიც მინდა უთხრა, რომ გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადების გარეშე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არ არსებობს. ჩვენს კლინიკას ბატონმა ზაქარიამ და ქალბატონ მარიამ მოგახსენათ ახალი პირველი გზამკვლევი სამედიცინო სფეროში ბატონ ზაქარიას და ქალბატონ ლიზის ნამუშევარი შემოქმედება და კლინიკის თანადგომით. წარმატებები ჩვენს კლინიკას, წარმატებები თქვენ და ჩვენს გუნდს და ტელეკომპანია PKTV-ს დამფუძნებელს.